ერთმა ძალოსველი განყოფო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ქართველებო. უნდა ითქვას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერი ძალიან ავათარი დღეს. ავათარი, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ აქ ცოტა ხალხი ვართ. ავათარი ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა, ანუ როგორც ხშირად გვითხოვს ხოლმე, პოლიტიკური საქვთ, რა ქვია, ტრანსგენდერიზმი. კავკასიაში დაბადებულები არის საკმაოდ დიდი ნაწილი და თავი გონია ევროპაში მაცხოვრებლად. პოლიტიკური ტრანსგენდერიზმი ის ერთ ნაწილს. კარგი სახელი და რაღაც აკაცუკების სტილში დარბიან იქით-აქით. ეს არის დაავადება, არის სამწუხაროდ. ესენი ვიღაც უცხო არ არის. ჩვენი შვილები არიან. ჩვენი სისხლი და ხორცი არის ეს. სამწუხაროდ არის ეს. მეორე ნაწილია და ოღონდ იშონოს, ოღონდ ფული აკეთოს. არა მარტო ქართულ მიწებს, სოლშვილს გაყიდის. თქვენ გონიათ არ გაყიდის, ან არ გაუყიდიათ? აუყიდიათ და რერე როგორ გაუყიდიათ? ას და მცირე ნაწილია დარჩენილი საქართველოში, რომელსაც საქართველოს უზგებს გული, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს სიყვარული ყანწებში კი არ არის და საღრძელებში კი არ არის. საქართველოს სიყვარული საქართველოს ფიქრში და საქართველოსთვის რაიმე საქმის კეთებაშია. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, სახარებაში წერია ჩემო ძვირფასებო, ნუგეშინიათ მცირესი მაგის სამწყსოსიო. მცირე სამწყსოსი ნუგეში შეგეშინდებათ, თავარი ის კი არ არის, ის კი არ იმარჯვებს, ვინც ძლიერია, არამედ ან ბევრია იმარჯვებს ის ვინც ბოლომდე იბრძვის. და რომელი ხართ აქ, რომელიც შუაგზაზე აპირებს ბრძოლის გაჩერებას? ბოლომდე ბრძოლის შემთხვევაში ჩვენ გარდაულად გავიდანთ ლელოს. ამ ყრუ კედელს, რომელიც საქართველოში არსებობს, უბრალოდ გავარღვევთ კი არა, ნაწილებად დაიშლებია. ეს ვიარ შეგეპაროთ, ჩემო ქართველებო, თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი. არ შეურგულდეთ გამარჯვებაში. კედელი გაირღვევა, ოღონ არა მარტო ცხელი გული, არამედ სიმიგოლება ჭირდება აუცილებლად კედლის გარღვევას. ემოციები საჭიროა, უემოციო მარტო მიცვალებულია, მაგრამ ემოციები ტვინით უნდა კონტროლდებოდეს და აი როცა ტვინი თავი აკონტროლებს ცხელ გულს, კედელი გაირღვევა. რატო გაირღვევა იცით? იმად იქით ამ მხარეზე რამე საყრდენი არა აქვს. აქედან კი უკან დამხევი არავინ არ არის. უეჭველი გაირღვევა. ასე რომ ბრძოლა ბოლომდე. გამარჯვება გარდაუვალია. ერთმა ძალოსველი განყოფა. მადლობა მომზადებით. მადლობა ყველას.